მოგესალმებით. დღევანდელი მოხსენების თემა არის განვითარებული შუა საუკუნეების საბჭოს ფირფიტები რუსთავის ციტადელიდან. ქალაქ რუსთავის დედაციხის არქეოლოგიური შესწავლა დაიწყო 1959 წლიდან. გარკვეული წვეთით დღემდე გრძელდება 2015 წელს არქეოლოგიური სამუშაოები განახდა ქალბატონ ნაზი პაჩიკაშვილის ხელმძღვანელობით ციხესიმაგრის ჩრდილოეთ უბანზე, სადაც გაიწმინდა და პრეპარირდა გასული საუკუნის 80-იანი წლებში შესწავლილი ჩრდილოეთ ზღუდეზე მიდგმული ორი ნომერი მეცხრე და მეათე ნაგებობათა ნაშთები. აი ეს გეგმაზე ეს მონაკვეთია. მეცხრე და მეათე ოთახები. ორივე შენობა ნაგებია რიყის ქვით, აქვთ ერთი საერთო გამყოფი კედელი, აი ეს გამყოფი კედელი. კედლის წყობა თევზი ბხურია, შემოკავშირებლად გამოყენებული იყო თიხა. სართულების იატაკს ფარავდა ძლიერი ნაცარნახშიროვანი ფენა, როგორც ჩანს ნაგებობის ხაზრის შედეგად განადგურდა. იატაკის დონეზე აღმოჩენილი თიხის მინის ჭურჭლის და მონეტების რომელთა თარიღი მერყეობს მე-12-დან 1257 წლებს შორის მიხედვით არქეოლოგებმა ნაგებობა მიაკუთვნეს მე-12-13 საუკუნეებს და მათივე დაკვირვებით ნაგებობათა კედლები ჩაჭრილი იყო შედარებით ადრეული მე-11 საუკუნეების კულტურული ფენებში. 2020 წელს ციხესიმაგრის ჩრდილოეთი უბნის გაწმენდითი სამუშაოების წარმოებისას მე-9 და მე-10 ნაგებობის გამყოფი კედლის თიხის მასის პრეპარაციის დროს აღმოჩნდა რკინის 3 ცალი არაწესიერი ფორმის ფირფიტა. რკინის საბჭის ფირფიტები რამდენიმე ნატეხის სახითაა წარმოდგენილი, აქედან სრულად იწყობა ორი ფირფიტა, პირველი ორი, ხოლო მესამედან დარჩენილია დაახლოებით ფირფიტის ნახევარი. ნატეხები ძლიერ დაჟანგებულია, ფირფიტებს ვიწრო გვერდების გასწვრივ გამჭოლი ნახრეტები აქვს დართული, რომელთა ნაწილი კოროზიის გამო ნაკრული სახით არის შემორჩენილი. ეს ნახრეტები განკუთვნილი იყო, შემდეგ აბჯარი იწყებოდა თასმებით, ერთმანეთზე ეწყობოდა თასმებით და კეთდებოდა აბჯარი. სამი ფირფიტა განსხვავებული ზომისაა, ნომერი პირველი ფირფიტა სიგრძით 6 სანტიმეტრია, სიგანის 3.2 სანტიმეტრი, ერთი მხარის სიგანი არის 1.9 სანტიმეტრი, ხოლო მეორე მხარის 2 სანტიმეტრი. ფირფიტის მოხრა დაახლოებით არის 2 მილიმეტრი, წონა 7 გრამი. ნომერი მეორე ფირფიტა სიგრძე არის 6.8 სანტიმეტრი, სიგანი 2.9 სანტიმეტრი, ერთი მხარის სიგრძე არის 1.7 სანტიმეტრი, ხოლო მეორეს 1.8 სანტიმეტრი. გადარჩენილი ფირფიტის მოხრა არის 4 მილიმეტრი, ხოლო წონა 8.6 მილიმეტრი. მესამე ნაკრული ფირფიტის სიგრძე არის 2.5 სანტიმეტრი, სიგანი 2.8 სანტიმეტრი. ერთი მხარე არის 2 სანტიმეტრი, რაც შემორჩა, ხოლო წონა 3.56 გრამი. ფირფიტებს ვიწრო გვერდების გასწვრივ გამჭოლი ნახრეტები გაძლევს, არის ჩანს კიდევაც 1, 2, 3 და არის კიდე. აგრეთვე ყოველ ფირფიტას შუაში ზურგის სწორხარეს თითო ნახრეტი აქვს. აი ამ ადგილას, აი აქ არის. საერთო წყობა კი ასეთია, ფირფიტების ერთ მხარეს ნახრეტების 2 რიგია, აი ყველა მხარეს. ხოლო მეორე მხარეს კი 1 რიგი. თითო ფირფიტაზე 8 ნახრეტი უნდა ყოფილიყო. 2022 წელს გაგრძელდა არქეოლოგიური გათხრები ციხესიმაგრის ჩრდილოეთ უბანზე, 1 მეტრი და 46 სანტიმეტრის სიგრძეზე, ნომერ 19 ეთხრილში, ნომერ 22 ორმოში აღმოჩნდა კიდევ ერთი აბჯრის ფირფიტის ნატეხი. ფირფიტის ზომებია სიგრძე 1.64 სანტიმეტრი, ხოლო სიგანი 3.2 სანტიმეტრი. ერთი მხარის სიგანი არის 1.3 სანტიმეტრი, ხოლო მეორეს 1.7. ფირფიტის მოხრა დაახლოებით 5 მილიმეტრი. ეს მოხრილობა საჭიროა სიმყარისათვის, რომ აბჯარი გარკვეული დრეკადობას აძლევს. ფირფიტაზე ნახრეტები არ შეიმჩნევა, ჩვენი ვარაუდით, ზედაპირული დაკვირვების შედეგად შესაძლოა
აქ ქონდეს რაღაც ნახევარფაბრიკატთან საქმე და თუ ეს ნახევარფაბრიკატია, მაშინ შესაძლოა ადგილზე ხდებოდა აბჯრის წარმოება და აწყობა. თან ახლა რუსთავში მეტალურგიის კვალი არსებობს ციხის ტერიტორიაზე და ნაქალაქარის ტერიტორიაზე და ამიტომ საფრთხით შესაძლებელია რომ ადგილზე ყოფილიყო წარმოება შეიარაღებს. ფირფიტები მიეკუთვნება ეგრეთ წოდებულ ლამილარული ტიპის საბჯარს. აქ წარმოდგენილი არის ზოგადი სქემა, ეს აბჯრის ორი ტიპი იყო, ეს ლამილარული, რომელიც პირველია და ქერცლოვანი. განსხვავება ის არის, რომ ქერცლოვანი პირდაპირ საფუძველზე მაგდებოდა მოფლოვნებით ან თასმებით, ხოლო ლამილარული უფრო ისეთი მჭიდრო და ის იყო შეკრული აბჯარი, ლამილარული იწყებოდა თასმებით და მათ შორის დამყოფი იყო ტყავის ვიწრო ზოლებით და უფრო მობილური იყო და უფრო გამძლეც ბრძოლის დროს და უფრო ძვირიც როგორც ჩანს შუა საუკუნეებში. და დღეისათვის ახლა რუსთავში აღმოჩენილი ეს ფირფიტები აბჯრის ერთადერთი შემთხვევაა შუა საუკუნეების დაფიქსირებული, ჩემთვის ცნობილი ყოველ შემთხვევაში. ეს რეკონსტრუქცია ნაჩვენებია ეს არქეოლოგიურ მასალაზე დაყრდნობით სხვადასხვა ქვეყნის როგორ გამოიყურებოდა ეს ლამილარული ტიპის აბჯარი. კონკრეტულად ეს კიდევ აი ეს ჩვენი კუთხა აბჯრის ფირფიტებისგან შემდგარი აბჯარი დაახლოებით ესეთი ფორმის უნდა ყოფილიყო. ეს არის აღმოსავლეთ ევროპელი სამხედრო რეკონსტრუქტორები, რომლებიც ეს სამხედრო ფესტივალზე ესეთი რეკონსტრუქცია წარმოადგენს. გამოვიყენეთ ამ მასალას. ამ ტიპის ფირფიტები შედგენილია, აწყობილია აბჯარი გარეგნულად ვიწრო, მიჯრით განლაგებული ფირფიტების სორს წარმოადგენს, აი როგორც ფოტოებზე ჩანს. რომელთა საზღვრად ქსოვილი თუ ტყავის კანს იყენებენ. განსხვავებულია სხვა ლამილარული აბჯრებისგან არ ჩანს ფირფიტების თუ რიგების სამაგრი თასმები. აი წინა ფოტოზე ჩანს კიდევაც, აი ძალიან კარგად ჩანს ეს სამაგრი თასმები. ამ ტიპის აბჯარზე დაფარულია თასმები, თვითონ ფირფიტები ფარავს. არ ჩანს ფირფიტების თუ რიგების სამაგრი თასმები. კონსტრუქციული თავისებურებიდან გამომდინარე, თასმები გადაფარულია და დაცულია თავად ფირფიტებისგან. სწორედ ეს ფაქტია ასახული შუა საუკუნეების ქართულ, აღმოსავლეთ თუ ევროპულ ხელოვნების ნიმუშებში. ოსტატი აბჯარს სწორი წვრილი მიჯრით მდებარე ხაზებით გამოხატავდა. ასეთ აბჯარს საქართველოში ხედავთ ჯახუნდერის წმინდა გიორგის ხატზე მე-11 საუკუნე, ჯრუჭის მეორე ოთხთავის მინიატურაში მე-12 საუკუნე, იფარის წმინდა გიორგის ხატზე მე-13 საუკუნე, სვანეთის დროშა ლომზე მთავარანგელოზი უგრისა მე-12-13 საუკუნე, აგრეთვე წმინდა მეომრის გამოსახულება ხატზე წვირმის საეკლესიო საგანძურიდან. ევროპის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან ცნობილია რამდენიმე გამოსახულება, რომელიც შეიძლება დაუკავშიროთ აღნიშნულ აბჯარს. ესენია რუსეთიდან წმინდა გიორგის ხატი მე-12 საუკუნის პირველი ნახევარი, განახლებულია მე-14 საუკუნეში, მთავარანგელოზი მიქაელის ხატი მე-13 საუკუნის, სალმუნიდან მე-13-მე-14 საუკუნის, წმინდა გიორგის მარტვილობის ამსახველი ხატი ნოვგოროდიდან მე-14 საუკუნე, საფრანგეთიდან მეომარი ჩვილთა მოწყვეტის სცენა არის 1225-1255 წელი. ირანში ფიალების ცხენოსანი მეუღლის გამოსახულებით, ნიშაპურიდან მე-9 საუკუნე. ასევე მინიატურა სირიული სახარებიდან სენა ქრისტეფორების წინაშე 1216-1220 წლები. შესაძლოა ანტიკური ეპოქაშიც იცნობს ამ ტიპის აბჯარს, მაგალითად მარსის ქანდაკება ტოდიდან, ეს ვატიკანის გრიგორიანულ ეტრუსკულ მუზეუმში ინახება, თარიღდება ძველი წელთაღრიცხვის მე-5-4 საუკუნეებით და პარმილის ცნობილი რელიეფი სამი გვერდის გამოსახულები პირველ საუკუნე ინახება ლუვრში. ფირფიტები რუსთავის დედაციხიდან მიეკუთვნება აღმოსავლეთ ევროპაში ქართულ გავრცელებულ და სპეციალისტების კარგად ნაცნობ ხუთკუთხა ტიპის ფირფიტებს, რომლებიც მიკვლეულია მრავალ რეგიონში, ძირითადად აღმოსავლეთ ევროპაში.
კერძოდ დღევანდელი რუსეთის ტერიტორიაზე ქალაქ ნოვგოროდში, ზოლოტარი ოლქის და სერენსკის ნაქალაქარებზე, აგრეთვე ნაქალაქარ ბოლგარში, მოჟაისკის ციტადელზე, ნოვოგროდოვში, ბელორუსიის ტერიტორიაზე, ვილნიუსის ერთ-ერთი ციხე-დარბაზის ტერიტორიაზე, ასევე ცნობილია ამ ფირფიტების სახესხვაობებიც გომელიდან, ვილნიუსიდან, ზოლოტარი ოლქიდან და დამასკოდან. აღნიშნული ტიპის ფირფიტები გავრცელების თარიღი დაახლოებით 12-15 საუკუნეებია. აქედან ყველაზე დიდი ჯგუფში აღდგენს ხუთგულგა ფირფიტების ნოვგოროდული ვარიანტი, რომელიც გამოირჩევა ვიწრო და წაგრძელებული ფორმებით. ამ ჯგუფში შედის ნოვგოროდის იაროსლავის დორისჩეში მიკვლეული ფირფიტები, ეგრეთ წოდებული მერვე აბჯარი, ნერესკის კანეციდან, ეს ძველი ნოვგოროდის ესეთი უბანია. ფირფიტები ნოვოგრუდოკიდან, სერენსკიდან, მოჟაისკიდან და ბოლგარის ნახალაქარიდან. ნოვგოროდულ ჯგუფთან ახლოს არის ზოლოტაუგროოკის ნაქალაქარის ფირფიტები. ეს უკანასკნელი გამოირჩევა შედარებით მოცულობითი ფორმით და ნახრუტების რაოდენობაც განსხვავებულია. შემდეგ ჯგუფს წარმოადგენს ფირფიტები ვილნიუსის ერთ-ერთი ციხე-დარბაზიდან, რომელიც უფრო მასიურია და ახლოს არის რუსთავის ფირფიტებთან. განსხვავება ის არის, რომ ყველა ამ ფირფიტისგან იმით განსხვავდება, რომ მასზე არის ამ უბურცულობები, ეგრეთ წოდებული უმბოვნები, რომელიც დაცვისათვის და შემკულობისთვის გამოიყენებოდა. დასკვნის სახით ესე იგი რუსთავის აბჯარის ფირფიტები ჩვენი ვარაუდით ცალკე ქვეყნებს უნდა მიაკუთვნებოდეს და ადგილობრივი სავარაუდოდ ადგილობრივი ხელოსნის ნაწარმია. და თარიღი მე-11-მე-13 საუკუნეებით შეიძლება დათარიღდეს ეს ფირფიტები. 2021 წელს ეს ზოგადი რეკონსტრუქცია გავაკეთეთ შუა საუკუნეების ქართველი მხედრის რუსთავის შინაპოვნი ფირფიტების საფუძველზე. მადლობა ყურადღებისათვის. ჩამდა საქართველოში ანალოგიები. არა, ჯერჯერობით ერთადერთი შემთხვევა, მაგრამ შეიძლება რომელი მუზეუმის ფონდში არის. შეგიძლია, იმიტომ რომ იმდენად არქეოლოგისთვის თუ სამ მიმართულებით არ მუშაობს, ასევე ფირფიტების ფირფიტების რთულია. ჯგუფის დაშლია რთულია, მაგრამ მაინც უნდა აღინიშნოს, რომ ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც რუსთავის ციხის ტერიტორიაზე არის აღმოჩენილი ჯერჯერობით უნიკალურია. მადლობა.